მოგესალმებით, დღეს ვიმყოფებით გურამ ნაკაშიძის კაკლის ბაღში, სადაც მიმდინარეობს აღმოცენებამდელი ჰერბიციდი რეიკერის შეტანა, რათა დავიცვათ ბაღის სარეველებისგან და უზრუნველყოთ ხეების სრულყოფილი განვითარება. რეიკერის მოქმედი ნივთიერებაა პენდიმენტალინი, რომელიც ემულსიის კონცენტრაციის ფორმულაციითაა, რაც უზრუნველყოფს მის თანაბარ შეღწევადობას ნიადაგში. რეიკერი ქმნის დაცვა ფენას ნიადაგის ზედაპირზე და ხელს უშლის სარეველების თესლების აღმოცენებას და გაღივებას. რეიკერის შეტანისას მნიშვნელოვანია, რომ ნიადაგი იყოს ტენიანი, რაც ხელს უწყობს პრეპარატის უკეთესად გავრცელებას. ტენიანი ნიადაგი უზრუნველყოფს პრეპარატის გავრცელებას სარეველას თესლთან. სათანადო რაოდენობის წყალი აუმჯობესებს რეიკერის შეღწევადობას სარეველას ფესვებიდან, რაც აფერხებს მათ ზრდას. მშრალი ნიადაგის შემთხვევაში ეს პროცესი ფერხდება, რადგან ვერ აღწევს პრეპარატის სათანადო სიღრმეზე. ამიტომ მნიშვნელოვანი ფაქტორია რეიკერის გამოყენების შემდგომ მოსული ნალექი ან ფართობის მორწყვა. იმ შემთხვევაში, თუ ფართობზე არის უკვე აღმოცენებული სარეველა, რეიკერის შერევა უნდა მოხდეს ტოტალურ ჰერბიციდთან ერთად. ამ ბაღში ჩვენ ვიყენებთ ბომბას, რომელიც გაახმობს უკვე ამოსულ სარეველას, ხოლო რეიკერი არ მისცემს ახალ სარეველას ამოსვლის შესაძლებლობას. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო, გამოიწერეთ ბარაქას Facebook და YouTube არხი. გისურვებთ უხვ და ბარაქიან მოსავალს.